მოგესალმებით ჩვენ სტუმარ სტუდიაში ლადო ბოჟაძე შემოგვიერთდა. მოგესალმებით ლადო, გმადლობთ სტუმრობისთვის. სალამი, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევით. ჩვენ ძირითადად საუბრობთ წინა სტუმრებთან ვისაუბრეთ უფრო მეტად გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, სახამის განვითარებულ მოვლენებზე და ჩაშლილ რევოლუციაზე. მაგრამ არ გამოგვჩეს, რომ 4 ოქტომბერი არჩევნების დღეც იყო. თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. აი, წინა სტუმარსაც ვეკითხებოდი, ოპოზიციამ და ოპოზიციურმა მედიამ სადავო გახადა, მაგალითად, იგივე დედაქალაქის მერის არჩევნებში დაფიქსირებული შედეგი კახი-კალათასთან დაკავშირებით. აი, კარგად რო აგიხსნათ პროცენტულად, რას გვაჩვენებს პრაქტიკა და რა სურათი გვაქვს დღეს? ძალიან მოკლედ მინდა 4 ოქტომბერს შევეხო როგორც თარიღს, მათ შორის საარჩევნო პროცესს, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ლელო და ახარიას პარტია მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გუშინელი განვითარებული მოვლენებში მათაც ჰქონდათ საკუთარი როლი, ისინი 8 საათის მერე უნდა შეერთებოდნენ ამ პროცესს და ეთქვათ, რომ აი ჩვენ არჩევნებში კი მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ არჩევნებიც გაგვიყალბეს და სხვა გზა აღარ რჩება. თუმცა გახსოვთ, რომ მიდრეკეთის პროცესი დასრულდა 8 საათამდე უკვე რადიკალურ ოპოზიციას ლამის შტურმით ჰქონდა აღებული პრეზიდენტის რეზიდენცია. ანუ ეს პროცესი რო არ მომხდარიყო, თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვიდა ოპოზიცია აქციაზე? კი, თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ იგივე რეკრუტინგის განცხადებები, რომ ძალადობას კი ემიჯნებოდნენ, მაგრამ პროცესი ასე უნდა წასულიყო. და აქაც მაინც ჩვენ რომ ვნახოთ რა როლი ჰქონდა ამ ორ პარტიას და რა როლი ჰქონდა ძველ და ახალ ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც არ მიიღეს ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე მესმის, რომ გუშინ ძალიან მაღალი პროცენტი გამოვიდა მოსული ამორჩევლიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ რომ ვნახოთ პრაქტიკა და გავიხსენოთ 2017 წლის არჩევნების შედეგები. კახა-კალათასთან მიმართებაში, ქართულ ოცნებასთან მიმართებაში 2017-ის მერე 2021-ში ჰქონდა უფრო მეტი ხმა მიღებული კახა-კალათასაც და ქართულ ოცნებასაც და კიდევ უფრო მეტი ხმა მიიღო კახა-კალათამ ნამდვილ ხმებს გულისხმობ პროცენტებზე არ ვსაუბრობ, ეს გასაგებია მოსული ამორჩევლიდან ითვლება. ნებისმიერ შემთხვევაში ძველ და ახალ ნაციონალურ მოძრაობასაც რომც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, იგივე ამორჩეველთა რაოდენობა მოსულიყო არჩევნებზე, რაც მოვიდა 2017-ში, ან 2021-ში, გახსოვთ თქვენ მაშინ მეორე ტური გახდა საჭირო, კახა-კალათზე იმ ხმებით რაც აიღო, მაინც გახდებოდა დედაქალაქის მერი. შეგვიძლია ხარ რიცხვებით ვაჩვენოთ ეს ყველაფერი 2005 წელს მაშინ ქართულ მოცნება 205,994 ხმა აიღო 2017-ში. 2017-ში, 2021-ში 190,486 ხმა იყო, თუმცა გუშინდელ არჩევნებზე 211,517 ხმა იყო ქართულ მოცნებამ. ანუ უფრო მეტი ვიდრე 2021 წელს. ამორჩეველი მოვიდა და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას დედაქალაქში. იგივე შეიძლება ითქვას რეგიონებზე, თუმცა რა თქმა უნდა ხა რეგიონების აღარ ჩავყვები, ეს ქართული ოცნების მხარდაჭერას გულისხმობს. ახლა კახა-კალათის ხმები ვნახოთ, რამდენი ხმა მიიღო მან როგორც მერობის კანდიდატმა 2017-ში, მაშინ მან მიიღო 204,061 ხმა, 2021-ში უკვე იყო 216,344 ხმა, თუმცა მაშინ მეორე ტური გახდა გახსოვთ თქვენ საჭირო და უკვე 258,000 ხმა მიიღო მაშინ კახა-კალათძემ გულისხმობ 2021 წელს და გუშინ კახა-კალათძეს თბილისელების 215,000-ზე მეტმა 215,083 ამორჩეველმა დაუჭირა მხარი. თან თქვენ იცით, რომ არავის რადიკალური ოპოზიციის ამ ნაწილისთვის ან არჩევნებში მონაწილეობა, ან კანდიდატების დაყენება, ან საარჩევნო კამპანიის წარმოება უბრალოდ არ და ვერ დაუშვით. მეტი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იგივე მაჟორიტარებთან მიმართებაში. მაგალითად 2021 წელს ვინც იყვნენ მაჟორიტარები, მაგალითად ჩუღურეთში ზურაბ ჩიკვილაძე, ისანში კახალა ბუჩიძე, წანიში ლევან ჯაფარიძე, თაწმინდაზე ზურაბ აბაშიძე, ამ შემთხვევაში მათაც კი უფრო მეტი ხმა მიიღეს გუშინდელ არჩევნებზე, ვიდრე მიიღეს 2021 წელს. ამიტომ კიდევ მეორე შეიძლება პროცენტებთან მიმართებაში. ანუ აქ პროცენტებით манипуლირება ხდება და არა ხმებით. პროცენტებით манипуლირება ხდება, აი რამდენი ამორჩეველი მოვიდა, მაგრამ ან მათ ამორჩეველს ვინ დაუშალა არჩევნებზე მოსვლა. ისინი ხო ამორჩეველთა სიაში იყვნენ. ვინ მოუწოდა ამ ხალხს რომ არჩევნებზე არ მოსულიყვნენ? ანუ მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მათ შორის რეგიონებში და აქ მე მინდა თავარს მივაქციოთ თეა ყურადღება, რომ ნაციონალურ მოძრაობა და რადიკალური ოპოზიცია მათ შორის პარლამენტში არ შემოსulis. თქვენ იცით, რომ 150 წევრიდან 61 მანდატი ჰქონდა ოპოზიციას, იმ 4 პოლიტიკურ პარტიას, ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახეს შარშან საპარლამენტო არჩევნებზე. რატომ არ შემოვიდნენ პარლამენტში? იმიტომ რომ დაპირისპირება, პოლიტიკური პროცესი, ასთა სხვადასხვაობა, კამათი და დაპირისპირება და ასე შემდეგ პოლიტიკური დუღილი და პროცესი პარლამენტში კი არ იყოს. იყოს ქუჩაში. და ამის მაგალითია ის, რომ მთელი ერთი წელი ხდებოდა
რუსთაველის გამზირზე და ხდება ახლაც და იგივე შეიძლება ითქვა საკრებულოებთან მიმართებაში მოქმედ საკრებულოებშიც კი სადაც იყვნენ ბოლო 1 წელი არც ეს ხდომას არც ერთი ოპოზიციონერი არ დასწრებია მათ შორის დედაქალაქის საკრებულოში რატომ იმიტომ რომ პროცესი საკრებულოში კი არ იყოს ქუჩაში ახლაც იგივე გააკეთეს რომ მათმა ამორჩეველმა იცოდეს რომ მათი რჩეულები საკრებულოში და პარლამენტში კი არ არიან რომ მოთხოვოს თქვენ ხო აგირჩიეთ დაიცავეთ ჩვენი ინტერესები გააძლიერეთ თქვენი პოლიტიკური პარტია პროცესი არა იმიტომ რომ ეს პროცესი დარჩეს კიდევ ქუჩაში თუმცა გუშინ ქართულმა ხალხმა და თქვენ იცით რომ 1.5 მილიონი ამორჩეველი მოვიდა თითქმის თვითმმართველობის არჩევნებზე რა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაღალი მონაცემია თუ ჩვენ გავიხსენებთ 14-17-ს ჩვენ ვერ შევადარებთ 2021-ს იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ რომ 2021 მაშინაც ოპოზიციამ გამოაცხადა რეფერენდუმად რადგან იმ არჩევნებზე უნდა გადაწყვეტილიყო 2022-ში იქნება თუ არა რიგარეში არჩევნები აქაც მაღალი ამორჩეველი მოვიდა და ყველა ვინც მიცა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ნებისმიერი ამორჩეველი ვინც გუშინ არჩევნებზე მოვიდა, ხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას, ქვეყნის წისვლას და განვითარებას, კიდევ მეორე რა მნიშვნელობა ვინმის შემოხაზდა, იმიტომ რომ არჩევნებზე მოვიდა. ის ხალხი, ვისაც გუშინ ბიულეტენის და კალამის ძალა წაართვა, რეალური ძალა უფლება, რაც აქვს მართლა ხალხს, ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გუშინ უნდოდა, რომ ჩვენ ქვეყანა სისხლი დაურილიყო და წავსულიყავით არეულობისკენ და დესტაბილიზაციას ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა რომ ამ ქვეყნის ბედი აღარასოდეს ქუჩაში აღარ გადაწყდა ჩვენ შევეხებით ამ საკითხს შევეხებით საუბრისას თქვენ საარჩევნო სპეციფიკას კარგად იცნობთ იმიტომ რომ დამკვირვებელიც ყოფილ ხართ ეუთოოდირის სხვადასხვა ქვეყნებში და გუშინ ერთ-ერთი ესეთი საკითხი იყო დამკვირვებლების საკითხი რადგან ეუთოოდირი არ ჩამოვიდა ამ საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად მაგრამ როგორც ვიცით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ყავდა ამ თემაზე საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. აი, განსხვავება არის, როდესაც ეუთოოდირი აკვირდება არჩევნებს და მაგალითად მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტები შემოვიფარგლებით. ეუთოოდირის პრაქტიკაში, როგორც წესი, ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების პრაქტიკა დიდად არ აქვს. თუმცა ჩვენთან გამონაკლისი ყოფილა, ხო? 21-ში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ეს არ იყო მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, მასზე იყო დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნების ბედი. თუმცა რა თქმა უნდა, ოდირს ახლაც ჰქონდა საშუალება მოკლევადიანი დაკვირვების მეთოდოლოგიით უშუალოდ კენჭისყრის დღეს დაკვირვებოდა და შემდგომ პერიოდს, თუმცა ეს ოდირმა არ გააკეთა, იმიტომ რომ თავად ოდირის რეპუტაცია დადგა შარშან არჩევნების შემდგომ კითხვის ნიშნებს, როცა მათ დაწერეს სამართლიანი დასკვნა და აღმოჩნდა, რომ ოდირის ნებისმიერი დასკვნა ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებთან მიმართებაში ყველასთვის მისაღებია და ჩვენ შემთხვევაში მისაღები არ აღმოჩნდა. თუმცა საზოგადოება შეუძლია ახლა წაიკითხოს მოლდოვაში როაგერ არჩევნები ჩატარდა ერთი კვირის წინ, რა დასკვნა დაწერა ეუთოოდირმა. ნახონ რა დარღვევებზე არის იქ საუბარი და რა მანიპულირებებზე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ოდირი არ დაესწრო, ჩვენ ყავდა საერთაშორისო დამკვირვებლები, ყავდა ადგილობრივი დამკვირვებლები და თქვენ იცით, რომ მდიდარი NGO-ები, როგორც ჩვენ მათ შევარქვით, ამ არჩევნებს არ დააკვირდნენ. ანუ თავარი მათთვის არჩევნებზე დაკვირვება კი არ არის და ქვეყნის დემოკრატიის ბედი. თავარია დაფინანსება. თუ დაფინანსება არ აქვს, მაშინ არც არჩევნების ბედი არ აინტერესებს. მაგრამ გუშინ თავარი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე იყო 1.5 მილიონი ამორჩეული, რომელიც მივიდა არჩევნებზე და თავისი თვალით ნახა, როგორ გაიარა ვერიფიკაცია, როგორ გაიარა მარკირების პროცედურა, როგორ მოაწერა ხელი, როგორ მიიღო ბიულეტენი, როგორ მიცა ხმა. კი ბატონო, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლების ხო მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგივე გააკეთა. იმიტომ ერთი წელია მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბრობს, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ჯერავს, ვისაც გონიერება აქვს და ასე გარკვეული ზემოქმედების ქვეშ არ არის, რომ შარშან 26 ოქტომბრის არჩევნები გაყავდა. მე მესაც გეტყვით. რადიკალური ოპოზიციის აი ამ სცენარის გარდა, რომ გუშინ სისხლიანი რევოლუცია უნდა მოხდარიყო ჩვენ ქვეყანაში, არჩევნებში არ მონაწილეობის მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ 2021 წლის არჩევნებმა დაადასტურა, რომ 2020 წლის არჩევნები არ გაყალბებულა და მიუხედავად გახარიას ღალატისა და საწინააღმდეგო ფრონტზე უკვე ოპოზიციური მხრიდან არჩევნებში მონაწილეობისა და იცით თქვენ მაშინ ამ 7%-ამდე იყო, ქართულმა ოცნებამ მაინც 2021-ში იგივე შედეგები აჩვენა. რატო ვსვამ კითხვას დამკვირვებლებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებზე, როგორც წესი, მათ შეფასებებს შემდეგ ყურადღებას აქცევენ პარტნიორები, ხო ესეა? ანუ ერთ-ერთს როცა არ ჭირდებათ არც ყურადღებას არ აქცევენ და წარმოიდგინეთ. აი ამ დამკვირვებლების შეფასებას რამდენად მიაქცევენ ყურადღებას გამის კითხვა მინდა. თქვენ იცით, რომ ევროსაბჭომ საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო ზუსტად 2 ოქტომბერს არჩევნებამდე 2 დღით ადრე საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია ეწერა.
612 წევრიდან მხოლოდ 66-მა მიცახ, მაგრამ საერთოდ ამ განხილვას ხელოვნურად 2 ოქტომბერს დანიშნოს, რომ 4 ოქტომბრის ოპოზიციას რამე სალაპარაკო ქონოდა, მხოლოდ 77 წევრი ესწრებოდა. ის ადამიანებიც კი გუშინ, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, თავად იყვნენ 26 ოქტომბერს ჩამოსულები და პაცეს ფორმატში ეუთოდ ოდირის დაკვირვების მომენტში აკვირდებოდნენ არჩევნებს და დადებითი დასკვნა დაწერეს. კეშის დღეს და შემდგომ დღეს. და 2 ოქტომბერს, 1 წლის მერე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ის არჩევნებიც გაყავდაო და ეს არჩევნები წინასწარ გაყალბებულად გამოაცხადეს. მაგრამ თავარი იყო გუშინ, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს და რატომ არის მნიშვნელოვანი ის ორი ელექტრონული ვერიფიკაციის და ელექტრონული ხმისმიცემის აპარატი. თქვენ იცით, რომ ეს არჩევნები, რომელსაც შარშანაც და წელსაც რუსული სპეცოპერაცია დაარქვა რადიკალურმა ოპოზიციამ, სინამდვილეში იყო ამერიკული არჩევნები და რატო? Smart-Matic ამერიკაში არის დაფუძნებული და იქ მოღვაწეობს. იქ გამოუშვეს ეს ორივე აპარატი, რომელსაც ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ წელსაც და შარშანაც. ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა აუდიტი ორივე აპარატის შარშანაც და წელსაც და დადასტურდა, რომ ერთი ამორჩეველი, ერთი ხმა არის და იმის გამო, რომ Smart-Matic-ს თავად 30 ქვეყანაში აქვს ჩატარებული არაერთი არჩევნები, ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ აი ამ ტექნოლოგიებით სრულიად წარმოუდგენელია არჩევნების გაყალბება. ამიტომ თუ ვინმეს უნდა ირწმუნოს სიმართლე არის მარტივი. მოდით ბოლო კითხვასაც დაგიხსენოთ. არჩევნები არჩევნები არ გაყალბება. როგორი საკრებულოები და როგორი თვითმმართველობა გვექნება ამ არჩევნების შედეგად? თქვენ იცით, რომ იმ პარტიამ, რომელსაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობა, მარჩევის დედაქალაქში ქართული ოცნების გარდა და იმ მაღალი პროცენტისა, რაც ბუნებრივად გამოვიდა, თუმცა პროცენტზე არ ვამახვილებ ყურადღებას, კიდევ ერთხელ მინდა ნამდვილ ხმებზე გავამახვილო ყურადღება, 300 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, მათ შორის გირჩმა, ლელომ და კონსერვატორებმა დედაქალაქში საარჩევნო ბარი 4%-იანი, ასევე რეგიონებშიც არიან სხვა პარტიებიც, წარმოდგენილი ასე რომ ერთპარტიული საკრებულოები ჩვენ არ გვყავს და ვერ გვეყოლება, თუმცა 64-ვეში, როგორც ითქვა და იყო მოსალოდნელი 64-ვე მერი და 64-ვე საკრებულოში უმრავლესობა აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არავისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ დაუშლია და მთავარი მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 21 მოწვევის არჩევნებში იყვნენ ოპოზიცია წარმოდგენილების საკრებულოებში, მათაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი უმორჩეულების ინტერესებიც კი არ დაეცოთ და მეტიც გახსოვთ თქვენ რუსთავში ჩაგდებული ბიუჯეტი, ბათუმში, წალენჯიხაში ყველგან, სადაც გახარიანდა ნაციონალ-მოძრაობამ კოალიციები გააკეთეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დაცული არ ყოფილიყო. რაც ძალიან სამწუხაროა. დიდი მადლობა, ლადო ბოჟაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.